ამოკლებას ვიწყებ კოლონიზირებული ლურჯი პირით, ვქლებთ წინა კიდეს, უშუალოდ წინა მხარეს ვათხელებთ ჩვენს თაღს და ნელ-ნელა მივიწევ სინუსებისაკენ. თან ამავე დროს ძალიან დიდი ყურადღება გამოვიჩინოთ კუთხეების მიმართ. ის ფრთხილად მივიდეთ, რომ კუთხე არ წაგვიტყდეს. ნელ-ნელა მარჯვენა მხარესაც ვამუშავებ და მივიწევ სინუსებისკენ. ერთ ადგილას არ ვჩერდები, წინ და უკან მოძრაობას ვაკეთებ, რომ თვითონ უშუალოდ სინუსი არ დავაზიანო. ნელ-ნელა ჩავათხელე ჩვენ სინუსი და რაც რჩება, იმას შემდეგ დავამუშავებ უშუალოდ ნუნების ფრეზით, იმიტომ რომ აი იმ პატარა ცხინტის ამოღებას ამ პირით ვერ შევძლებ. გადავთავ ახლა მიმართულებას და ვამუშავებ მარჯვენა მხარეს ანალოგიურად. აპარატის პირი წინ და უკან მოძრაობა არის, ანუ ვამოძრავთ ესე ვადებთ და უკან მოგყავს, ვადებთ, უკან მოგყავს და ესეთი მოძრაობით გამოგყავს. გადავიდეთ ახლა უკვე უშუალოდ ნუნების ფრეზაზე და ვამუშავებთ უკვე აი იმ პატარა მონაკვეთებს, რომელსაც ვერ მივწვდით. აქაც ანალოგიურად მოძრაობა ჩვენზეა, დავადებთ ობიექტს, წამოვიღებთ, დავადებთ ობიექტს, წამოვიღებთ და ესეთი ნელ-ნელობით ჩამოვიყვანთ და გამოვათხელებთ ამ ჩვენს მიუწვდომელ ადგილებს. ყურადღება მივაქციოთ, რომ მთლიანი თაღი უნდა იყოს თან მიმდევრული ერთნაირად ლამაზად, არანაირი საფეხურები და ბუგორები არ უნდა ჰქონდეს. წინაფრიდაც თუ შევხედავთ, ხედავთ, რომ ცოტაოდენი არასიზუსტეები გვაქვს, რომელსაც დავამუშავებთ ასეთი ტიპის ბარაბანით. ჩვენ ბარაბანით ანუ ესე სწორად არ ვდევთ ფრჩხილის ქვეშ, არამედ ცოტა დიაგონალზე უნდა დავდოთ და ნელ-ნელობით უნდა გამოვასუფთავოთ კონტური. ესე რომ ვთქვათ, იდეალური რომ იყოს. ასეთი პირის გარდა ჩვენ შეგვიძლია ვიხმაროთ ესეთ ეგრეთ წოდებული სიმინდის თავი, ანუ ისეთი ფრეზები, რომელსაც აქვს ესე ფართო გვერდები, ანუ მოცულობითი ფრეზებია, ძირითადად მოსახსნელი ფრეზები. და როგორ ვიწყებთ მოძრაობას, ანუ დაბალ სიხშირეზე ვთავთ დაახლოებით 10,000-ზე ჩვენს აპარატს და ვიწყებთ როგორ? უშუალოდ აპარატის პირს კი არ ვამოძრავებთ, იმიტომ რომ ამ დროს არის რისკი იმისა, რომ გავედოთ კუთხეს და დავაზიანოთ. არამედ აპარატის პირს ხომ დავდებთ დიაგონალზე და თვითონ თითს ვატრიალებთ ნელ-ნელობით და თითქოს თითის ტრიალით ვასწორებთ კონტურს. ანუ თვითონ აპარატის პირს არ ვამოძრავთ. ჩვენ აპარატის პირს უბრალოდ მივადებთ, მოვაშორებთ, მივადეთ, მოვაშორებთ. აი თუ დავაკვირდებით, თითს ვატრიალებ, აპარატის პირი კი ედება, ეხსნება. ძალიან ფაქიზად, ძალიან ნელა ეს მონაკვეთი ისედაც ძალიან თხელია უკვე და ჩვენ უბრალოდ იდეალური სისწორისთვის ვაკეთებთ ამ манипуляციას. რეალურად აქ ამოსაკლები ჩვენ უკვე აღარაფერი არ აქვს. და საბოლოოდ, როდესაც შევხედათ, რომ ყველაფერი ლამაზად არის, საბოლოო ქმედება არის ნუნების დამუშავება. ეს გვერდები უნდა ჩავამუშავოთ, რომ არსად ზედმეტად არ იყოს არანაირი მასალა ჩარჩენილი, რადგანაც თუ კი აქ უსწორმასწორო ზედაპირი გვექნება, არც ფერი არ დაჯდება ლამაზად და განსაკუთრებულად ფრენჩის ზოლის გამოყვანაც ძალიან გაგვიჭირდება.
თუ ჩვენს გეგმაში არის ფრენჩის მოხატვა, მაშინ ჩემი რჩევა იქნება საბოლოო იერსახისთვის ჩვენ გადავბაფოთ ბრჩხილები. ჯერ უხეში მხარით და მერე უკვე რბილი მხარით. ეს კეთდება იმისათვის, რომ უხეში ქლები დაქლების დროს რჩება რაღაცნაირად ზოლები. ესე იგი, ქლების ზოლები და ამ ზოლებში იცის ფრენჩის დროს საღებავმა ჩაღრა და ძალიან ესე არაკორექტულად მოჩანს ხოლმე ფრენჩი. ამიტომ ფრენჩის ზოლი რომ ძალიან იდეალური ლამაზი იყოს და არ გაგვეწოლოს პირველ რიგში მოხატვისას, გადავბაფოთ, გავასუფთავოთ იდეალურად და მოკეთ ჩვენი ბრჩხილი არის მზად ფრენჩის მოსახატად.